დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მოინახულა. ლევან გალუბლიშვილი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილი ბავშვების ბებია მკურნალობის კურსს გადის. მთავრობის თავმჯდომარემ პაციენტი მოინახულა და ოჯახის ახლობლებს შეხვდა. მათ სამძიმარი გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა. როგორც ლევან გალუბლიშვილმა მედიასთან განაცხადა, აფხაზეთის მთავრობა ჭოლარიების ოჯახს ფინანსურად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება. რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, როგორც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი აცხადებს, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილური. დროებით ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების სახლში 5 იანვარს გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდებს ხუთშაბათ სოფელ საბერიოში დაკრძალავენ. უძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. რა თქმა უნდა, ესეთ მდგომარეობაში ძნელია ანუგეში ოჯახი. მე მოვინახულე გარდაცვლილი ბავშვების ბებია, რომლის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ყველანი ღმერთის შვილები ვართ და კარგად გვესმის, რომ მისი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაცილებით უარესია. და უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად შევამსუბუქოთ მათ ეს ტკივილი. ჩვენ აფხაზეთის მთავრობამ ჩვენი სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით რაც გარკვეული თანხა, რათა მათ სოციალურ პირობებს დაეხმაროს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს მათ ოჯახს, სრულიად საქართველოს და ესეთი ტრაგედია არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ მომხდარიყოს არსად და არასოდეს. პაციენტი გერგედავა 58 წლის გადმოყვანილია აფხაზეთიდან სახის და ზემოკიდურების მიდამოს დამწვრობით. ამჟამად სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, მოგრძელდება სათანადო მკურნალობა. მეორე მესამე ხარისხის დამწვრობა არის დაახლოებით 10%.